საღამო მშვიდობისა, ეს არის TV პირველი, მე კაჩხეიძე ვარ და კვლავ პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. ჩემი დღევანდელი გადაცემის გმირია ქალი, რომლის ცხოვრებამ არ შეიძლება არ დაგაფიქროთ. დედა, რომლის ისტორიამაც არ შეიძლება ცრემლი არ მოგვაროთ. ქალი, რომლის სახელი და გვარიც დღეს ყველა მიცის, იგი სინდისის პატიმრის გიორგი მინდაძის დედაა. ნანი წულაია დღეს ჩემი სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონო ნანი, მოგბრძანდით. დიდი მადლობა რომ ხართ. მოგბრძანდით. მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხართ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. როგორ ხართ? შეძლებს დაგვარად. შეძლებს. მაგრამ მაინც მეთქრათ. ძალიან კარგი. მოდი სანამ საუბარს დავიწყებთ და წყალს შემოგთავაზებთ ამ ცხელ დღეებში ცის წყალი 0%-იანი პრომატით ძალიან მოგვიხდება. ზაფხულის ცხელ დღეებში ეს თუ გვიშველის. მადლობა უღმესი. წყლის ზალა მოგცეთ ბაბმა. მადლობა თქვენც. პირველ რიგში თქვენს მდგომარეობაზე მითხარით. აი დღეს რას გრძნობს სინდისის პატიმრის დედა? გრძნობა, შეგრძნება. სიამაყისაც. რომ მართლა გაჭირვებიდან ცოდვით გაზილს ვაშკაც რო გახდი და სამშობლო სიყვარულით რო არის დაჟილი, აი კი არ ნერვიულობ, მიამაყება ვაშკაცი რო არის და უფალს ცხოვრო უფრო გამიძლიერო სამშობლო სიყვარულში და ხალხის სიყვარულში. საოცარი ადამიანი ხართ მიუხედავად თქვენი მდგომარეობის, აი მართლა რაღაცა საერთოდ ძალას და ოპტიმიზმს ასხივებთ. აი რა გაძლევთ აი ამის არ ვიცი ძალას. ძალას მაძლევს ყველაფერი ერთიანად. აი რო არ დაგიმალო და სრული სიტყვით რო გითხრა. ხალხის სიყვარული, ხალხის ერთგულება, მშობლების თანადგომა, დედების ხელჩაკიდება. აი ეს არის საოცარი შეგრძნება და დღევანდელ ცხოვრებაში მე ვარ სრულიად ახალ გარემოში. შეიძლება ძველ ახლობლებს იმდენად მოკითხვა არ გაუგზავნო და დედებს ვერ დავტოვებ მოუკითხავად. რომ მოვდიოდი ახლა ბევრი მომეფერა გზაში, ბევრს ვეფერები იქეთ და ეს მაძლიერებს ყველაფერი და მე ეს სტუდენტების თანადგომა. აი ძალიან დიდი ერთგულება. სოლიდარობა ძალიან დიდი. ძალიან. აი ეს ალბათ ჯერ საერთოდ სიყვარული გადაგვარჩენს ყოველთვის. სიყვარული ძალიან წამს, ძალიან ჯერა. სიყვარული რო არ ყოფილიყო გიორგი ასეთი ოცნების ბიჭი ჩემთვის არ იქნებოდა. სიყვარულმა შექმნა ეს გარემოს და მთლიანობაში სიყვარული გადაგვარჩენს ყველას და მე პირადად გადამარჩენს. იმიტომ რომ სითბო და სიყვარულში უფრო მეტ ძალას ხედავ და უფლის მადლიერებაც უფრო მეტი მაქვს, როცა ანგარებით არა ვარ არავის მიმართ. რა თქმა უნდა. ქალბატონო ნანი, თქვენი დედაშვილობის ამბავი რაღაცა მართლა კეთილ ზღაპარს გავს. საზოგადოებამ უკვე იცის, რომ გიორგის ბიოლოგიური დედა გარდაცვლილია და თქვენ მას დედობა გაუწიეთ, აი მთელი ცხოვრება მიუძღვენით, ესე ვთქვათ. მე მინდა რომ მომიყვეთ. ხო შეიძლება? გიორგი იყო ჩემი კარის მეზობლის ბიჭი. დიახ. დედამისი ცხონებული მიყვარდა უზომოდ იყო ძალიან სათნო გოგო. პატარა სათნო გოგო. რომელმაც ცხოვრებამ არ გაუმართლა და მოხანათმა წუთისოფელმაც თავისი გზა არ მისცა, იმიტომ რომ გულის პრობლემები ჰქონდა და გულის პრობლემით გარდაიცვალა. რო შეეძინა გიორგი, მე და ჩემი კარის მეზობელი ყოველთვის ვცდილობდით, რომ დაუხმარებოდით პატარა გოგოს აღზრდაში, ხო არის ეხლაც ცოდნა სიკვდილამდეა და ყოველთვის გვიწევს თანადგომით, ერთმანეთის გაგებით, ბევრი რამ ისწავლა და მერე გიორგი თვითონ პატარაობიდან არ ვიცი ვინმე ეგოიზმში თუ ჩამითulis ამას, აი რაღაცა განსაკუთრებულს ხედავდი ყველაფერს ამბავში. გამოხედვასაც იმ თავის ბუნჩულა ხელით, რომ რაღაცას გააკეთებდა პატარა თოთო, საოცრებებს ხედავდი და სულ მინდოდა სახში კი არ ვჩერდებოდი. გეცოდინებათ მე ჩემი საკუთარი შვილი არ გყავთ, ხო? სახში კი არ მინდოდა ყოფნა, სულ მინდოდა ამათთან ყოფილიყავი. დილა შუა დღეს საღამოს გამოვიდოდი მეუღლის სამსახურიდან მოსulis დროს, რომ
იმას დავხედროდით ადარიგიანად და მე რო წამოიზარდა ცოტა გიო რო წამოიზარდა ქალაქში ცხოვრება ჭირდა და დედის მამიდა რო ეხმარებოდა გაზდაში წაიყვანეს სოფელში იქ სოფელში ახლობლები ძლიერები ნატურალური ყველაფრით გავზდითო და ერთი 5 თვე დაყვეს მეტი ვერ დაყვეს სოფელში და მე ისევ ქალაქში ჩამოვიდნენ დაბრუნდნენ და ის 5 თვე ჩვენ გვეთყობოდა პატარა გიო რო გვაკლდა სათამაშოდ რო ჩამოვიდნენ გიო უფრო გაზდილი უფრო სხვანაირი ციმციმა იყო და უფრო საყვარელი ბავშვი იყო რაც მინდა ვთქვა სინამდვილეში იყო მე არ ვამატებ არც უმატებ იყო მართლა ესეთი რამხელა იყო უკაცრავად მაგ დროს გიორგი სოფლიდან რო ჩამოიყვანეს იყო უკვე წლისა და 5 თვის სადღაც 3 თვეში დედაც და მამიდაც გაემზადნენ ბინა იპოთეკაში ჩადეს და საზღვარგარეთ წასასვლელად იმიტომ რომ გიორგის დედას ჭირდებოდა გულზე ოპერაცია და მოგეხსენებათ რამხელა თანხასთან არის ეს დაკავშირებული რომელსაც ვერაფრით ვერ მოაგროვებდნენ გადაწყვიტეს ეს წასულიყვნენ მამიდა თურქეთში წავიდა სამუშაოდ ის იტალიაში წავიდა და რომ მოეგროვებინათ მაგრამ სათქმელად ადვილია ყველასთვის მაგრამ რო წახვალ შორგზაზე მასე ადვილად ვერ აეწყობი ვერანაირად რომ ასე ათასები დააგროვო და მობრუნდე უცებ სანამ წავიდოდნენ ძიძას ჩააბარეს გიორგი რომელ ძიძასთანაც რა ვიცი აი ვერ ნახეს ის შეთავსება რომელიც უნდათ გიორგის კარგად ყოფნისთვის წამოიყვანეს იქიდან და ჩავარდნენ აგონიაში რომ რა გაეკეთებინათ ბინა უკვე იპოთეკაში იყო ჩადებული და უნდა წასულიყვნენ საბუთებიც მზად ჰქონდათ და მე ვთქვი სახში მეუღლეს უთხარი რომ დავეხმარები თქო და ცივი უარი თქვა თქვენ მეუღლე ხო შენო ისეთი ბავშვების მოსიყვარულე ხარ რომ ძალიან შეგიყვარდებაო და გაგიჭირდება გიორგისთან დაცილებაო და უფალს მადლობას ვწირავ ამისთვის არც დამაცილა და არც დავცილდები ალბათ არასოდეს გიორგი არის ჩემთვის რავი დედამ არ უნდა აქო შვილი მაგრამ ეხლა ვამბობ ხმამაღლა არ მერიდება რომ მართლა საოცარი ბიჭი ძალ ჩემი მეუღლე ძალს მეძვირფასო ერთი კვირა გავიბუტე ხმარ გავიცი და მიხვდა რომ ჩემი ჯიქი მეგრელი ცოლიო არ დათმობს ამასო და შემოიყვანე და შენი ზუსტად ვიტყვი შენი თავში სახლელი გახდება რა შიშმა შეიპყრო ხა შიშმა პასუხისგებლობის შიშმა ძალიან ჯერ ერთი რთულია სხვისი შვილი რომ შენად მიითვისო და მე მეორე კიდე მithვისებაც არ არის იმის აღზაში ყველა წვლილი შეიტანო ისე რა ჭირდება დედისგან ის დაუდო გზადაგზა ყოველ წუთს უნდა იყო ამისთვის მომზადებული თუ გადაწყვეტ ამას უნდა იყო შემართებით და გააკეთო სინამდვილეში დღედაღამე არ დამიძინია შემოვიყვანე გიო ერთი წლის განმავლობაში მართლა გვიგზავნიდა მამიდა თანხას ყველაფერს უკეთებდი რაც უნდა და იმუნიტეტი ქონდა ძალიან დაბალი აუმაღლეთ იმუნიტეტიც უმკურნალეთ ბაღში წავიყვანე თვითონ ეს თქვენთან შეჩეული იყო ალბათ და კარგად იყო დრო რომ ღამეები ვერ აძინებდნენ და ჩემთან რო შემოიყვანდნენ უცებ დაიძინებდათ მე მახსენებდა დიდობაში უგრძნობდი მე ჩემი დედიკო რო იყავი შეენო გრძნობდი მე მას მე გავიდა წლები 1-5 წელი გავიდა და მამიდამ შემოთვალა რომ ჩამოდიოდა რუსთავში გიოს ნახვაც უნდოდა და ალბათ ბინასაც დაიბრუნებდა და სხვათა დარიგი ჰქონდა დაგეკმილი თავიანთი სანამ ჩამოვიდოდა დედის მამიდა ბებოს ვეძახით თამარა ბებოს სანამ ჩამოვიდოდა გაიღვიძა გიორგი მდილას და გათანგულია სიცხისგან 40 არაფერს არ აკლებს ვაიმე რატო გამიხდა ბავშვი ცუდად არაფერი არ აწუხებს გავიქეცით ოჯახის ეკიმთან გავუკეთეთ ანალიზები ყველაფერი გამოკვლევა გავუკეთეთ არაფერი არ აჭირს ბავშვს ნერვიულობის იყო და შემეკითხა ჩვენი ექიმი რომ რამე ხო არ ხდება შენსა და გიოს შორისო და არაფერი მეთქი მამიდა ჩამოდის და ეს უთხარი მეთქი და ეშინია ალბათო კაი ამ დროს წამოვედით ბაჯბაჯა ლამაზის ზამთრის პერიოდი იყო სვიტრი ეცვა გარედან ჯინსის ქურთუკი ეცვა ისე ლამაზად მობაჯბაჯებ ჩემ გვერდით და რუსთავის სასტუმრო რო არის ახალ რუსთავში შემოსასვლელში იქ არის შადრევანი
და იმ შადრევანს თავზე ბეტონის ბარდიულივით აქვს ზემოთ და იქ უყვარდა სიარული და ავიყვანე იქ და ვატარებ და თან ლაპარაკობთ იხედე ბაუში თევზებია და ხვალაც ისევ მოვიდეთ დედიკო ესე გავაკეთო ჩამოხტომა უყვარდა ჩამოვახტუნე და ჩამოხტომა კისერზე ჩამოკიდება ერთი იყო გიოსი და დედიკო მე ხვალ შენთან ვიქნებიო აბსად იქნები დედიკო თქო დედაშვილი ყოველთვის ერთად იქნებიან ავედით სახში და გიორგის არც ტემპერატურა ქონდა და არც არაფერი ყველაფერმა გაუარა იმ წუთას ჩამოვიდა მამი და შევიყვანე მაგასთან გასაღები მქონდა დატოვილი იმ ბინის იმასთან დავაწვინე და ღამის 4 საათზე გამოიყვანა კარზე მაგარი ბრახუნი და არ დააძინა ბავშვმა არ დაიძინა თვითონაც ჩემი დედიკო ასეთია ჩემი დედიკო სხვანაირად უნდკავს ჩემი დედიკოსთან სხვანაირად მძინავს და გამოიყვანა და თქვა ვიცოდიო ძალიან დიდი სითბო გქონდაო ძალიან ვიცოდიო რომ შეგიყვარდებოდა გიო მაგრამ თვითონ ბავშვი თუ ასე შეიქმნებოდა შენს მიმართ არ მეგონაო და დედამის ეგრევე დაურეკე იცის ყველაფერი და თანახმავართო გიო და შენ სიყვარულ ჩვენ არ გავთიშავთ გადაეჩვია იმათ ხო და შეუყვარდა არ გავთიშავთ ამ სითბოს გიორგის აი არ გამოვგლიჯავთ გულიდანო იმიტომ რომ გრძნობო ვხედავ ბავშვს უშენოდ არ უნდა არაფერიო და მანამდე სანამ აქამდე მივიდოდა მდგომარეობა მე და ჩემმა მეუღლემ არ დავკარგოთ ეშრომა და სულ ახლოს იყოს გიორგიო მონათლა ჩემმა მეუღლემ ნათლი მირონიც არის ნათლია მამიკოს ეძახო და პატარა რო იყო პირველად დედა როდის დაგიძახათ აი როდის გიორგის ძალიან გაუჭირდა სიტყვის ბარიერი სადღაც 3 წლის ხდებოდა სრული წინადადების თქმა რო დაიწყო მანამდე უჭირდა და როგორც კი სიტყვის წარმოთქმა დაიწყო ეგრევე თქვა პირველი დედიკო დედა სიტყვას არ იტყოდა პატარაობიდანვე იცოდა ყველაფერი დედა სხვა რო იყო ვინც იყო როგორც იყო ყველაფერი ჩვეულებრივ იმიტომ რომ ჯერ ერთი მექალს რომელსაც შვილი მენატრებოდა დედას გულიდან შვილს არასოდეს არ მოვგლიჯავდი ეს თვითონ ბუნებით რო არ შექმნილიყო ასე და რო გარდაიცვალა მერე თავისთავად ასე სითბოში და სიყვარულში გაზდილს და უფლისგან მოვლენილ განსაცდელს თვითონ როგორც მეტყოდა პატარა ზუსტად ასე მეტყოდა დედიკო მე შენთვის უფლისგან მოვლენილი განსაცდელი ვარო და განსაცდელი კი არა ხარ დედიკო ყველაფერი ხარ ამ ცხოვრებაში ჩემი მაგრამ იმ განსაცდელმა მიგვიყვანა ამ სიყვარულამდე და ამ ურთიერთობამდე იმის მერე მე და გიო მოვდივართ ერთად ბაღის მერე სკოლაში შევედით ჩვეულებრივ ცხოვრების ეტაპი როგორც უნდა გაიაროს ბავშვმა ყველაფერი გავიარეთ ისე ოღონდ სულ სხვა წვით და დაგვით ყოველთვის მეშინო და დედა რო არ ვიყავი რამე არ დავაკლო ვაი თუ გიო მიფიქროს რომ დედა ჩემი არ არის და იმიტომ არ მიკეთებს აი სულ სხვა რეჟიმით სულ სხვა მეთოდით გავზარდე წავიდო და გიო უკან გავუყვებოდი რომ ვაი თუ გზაში რამე მოუნდეს და დავაკელი და მივაწოდო უცებ რამე რო უნდოდეს ყველა ნამდვილი დედა ესეა თუ რამე ჭირდებოდა განათლება რამე კულტურა ცეკვა მუსიკა აი ყოველთვის ვცდილობდი ყველაფერში ყოფილიყო და მესამე კლასში იყო თურქეთში ფესტივალი სალამურის დაკვირით რო გახსნა იყო წარმატებული ყოველთვის სკოლას დაამთავრა წარმატებით სამედიცინოზე იმ წელსვე ჩაირიცხა და შემართებით და ენთუზიაზმით მივყვებოდით ყველაფერს მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდა შეგვეცვალა ყველაფერი მაგრამ ამ შეცვლას ცუდი შეცვლას ნამდვილად ვერ უწოდებ ნამდვილად ვერ უწოდებ იმიტომ რომ გავადრო და ეს ყველაფერი სულ სხვა გმირული თვალით გაგვახსენდება და ვიტყვი ყოველთვის რომ ჩემი წვა ჯაფა ამაგი გიორგიმ ორმაგად დააფასა ორმაგი წვით გავზარდე და გიომ რომ ორმაგად დააფასა იმიტომ რომ შვილში რო ჩაიდება სამშობლოს სიყვარული ეს ყველაზე მეტი ბედნიერებაა მე მგონი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ქალბატონანი ბიჭის დედები მაინც ყურადღებით არის აი სხვა ყურადღებას გულისხმობ რაღაცა შარი არ იყოს სადმე ჩხუბი არ მოხდეს და ესეთი ოდესმე გიფიქრიათ რომ აი ესეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო რომ გიორგის სახელს მთელი საქართველო გაიგებდა ყურადღების ცენტრში მოექცეოდით თქვენ როგორც დედა
ნამდვილად არ მიფიქრია. არ იყო ხო ესეთი ტიპი? ნამდვილად არ მიფიქრია ესეთი რაღაცა, მაგრამ გიო პიროვნულად თვითონ კონფლიქტური არ არის, ძალიან თბილია, ძალიან მოსიყვარულია. აი ხო არის რომ კონფლიქტი აქვს, უჩხუბობენ, დადევენ, ეგ მომენტი არ გქონია, დალევა გიორგის არ უყვარს. აი ზედმეტი რაღაცები არ უყვარს ლაღი ცხოვრება და აკვრა სიმღერა, თამაში, რა ვიცი, ცეკვა არც მეგობრებთან დაიხევს უკან ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ნათესავებთან სიახლოვე. შაბათ-კვირას ჩვენ პარასკევის ჩათვლით სამივე ოჯახის წევრები ვმუშაობდით ჩვეულებრივ. შაბათ-კვირას განრიგი ვქონდა, გადავხვევდით ერთმანეთს ხელს, სუხე გადახვეულები დავდიოდით, ცოლ-ქმარი და შვილი. ხან ერთ ახლობელთან წავიდოდით, ხან მეგობრებთან წავიდოდით. და დროს ვატარებდი ბრწყინვალედ და გავყავდა ამ ცხოვრების ჭაპანი. ერთი დღე ვქონდა დათქმული ხოლმე შაბათ დღეს მიცვალებულების საპატიცემლოდ გავიდოდით რეგიონში თუ ვინმეს უჭირდა ან სადმე წავიდოდით. რაღაც ოჯახური ტრადიციები. კი, გქონდა ეს ტრადიციები დაურღვევლად. აუშლელი მაგიდაც გქონდა, მაგრამ ეხლა სამაგიერო ჩვენ მაგიდებზე ბიჭების ბანერები, წერილები და ესეთი რაღაცეებით არის ჩვენი ოჯახის ავსი. იცით რა მინდა კითხოთ? ჩვლის გარეშე გატარებული თითოეული ღამე და დღე ალბათ ურთულესია ხო? განცდა საშინელი. თუმცა თქვენ ძალიან დიდ ძალას ასხივებთ. აი ეს განწყობა არის თქვენი შინაგანი ნამდვილი ემოცია, ეს თქვენი ხასიათია თუ გიორგისთვის აკეთებთ ამას, რომ იმან იგრძნოს ეს თქვენში ეს გვერდზე დგომა მხარდაჭერა და სიძლიერე მადლობა ამ კითხვისთვის, უღმესი მადლობა, იმიტომ რომ ბევრჯერ მქონია ის მომენტი, რომ უფალ შევავედრებ ყველაფერს ანთელსაუნთებ, მაგრამ მითქვია, რომ ძალა მომეცი გიორგის არაფერი არ ეწყინოს. უფრო გამაძლიერე, რომ გიორგისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ იმასაც ვიტყვი. გიორგისთვის არა, ყველა ბიჭისთვის. დღეს ანრიკო არაცხელიას ასე უთხარით, დედა შენი არ არის, მაგრამ ჩვენ ვართ დედა შენი, თქო დედები წინ რო ვისხედით სასამართლოს. ყველა ბიჭებისთვის. მე 8 ბიჭის სასამართლო იყო, იქ შევედი. იმათი შეხვედრა ალბათ ცხოვრებაში არ დამავიწყდება, ყველა რო გეფერება, ყველა რაღაცას გეძახის, ყველა რაღაცას გაბარებს. ის საოცარია ეს ყველაფერი და ამიტომ თავსაც შემოუძახებ, სხვა დედებსაც შემოუძახებ, დებსაც, ძმებსაც, სულ ყველას, რომ ყველა უნდა გავძლიერდეთ, რომ ესენი კარგად იყო. და ჯანმრთელები დაგვიბრუნდეთ. მესმეტირება ახლა თქვენ სასოწარკვეთილება ხშირად გეუფლებათ? თუ უმკლავდებით მაგასაც? უმკლავდები ყოველთვის, მაგრამ ყველაზე ცუდი რა ყოფილა, იცით, დილას რო გაიღვიძებ, დედა რო შვილის საწოლს გახედავს და შვილი იქ არაწევს. მოვა უკვე ლექციიდან რო უნდა მოვიდეს ის დრო და არ მოდის, რაც უყვარს იმას ვერ გაუკეთებ, ვერ დახვდები, იბრძვი, აკეთებ ყველაფერს, მაგრამ შენ შვილამდე ახლა ცოტა რომ მიდის, ეს დედისთვის არის ძალიან დიდი დაბრკოლება. სუნატრობ ნეტა დამირეკოს, ნეტა რამე მომთხოვოს, ნეტა რამე შეგზავნა შეიძლებოდეს, რომ რამე შეძლოთ მისთვის. რო შევძლო რაღაცა და ან ვიღაცა ბიჭს რამე ჭირდებოდეს, ან ვინმეს დედას რამე ჭირდებოდეს, რომ აი ამ ბობოქრობაში ჩავიკლა ის ყველაფერი გულში. ოდესმე აი გიფიქრიათ, გითქვამთ, აი გულის სიღრმეში ნეტა არ წასულიყო, ნეტა ესე არ მომხდარი. არ მითქვია, დამიჯერე არ მითქვია. არც მითქვია, არც ვიტყვი, არც გავბრაზდები. შეიძლება გავბრაზდე დღევანდელი ცხოვრების მდგომარეობიდან გამომდინარე ხელისუფლების მიმართ, მაგრამ რომ აი ასე დასაჩაგრი ეს ბიჭები არ იყო. ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს, არაფერი იყო ისეთი, რომ 5 წელი ჩემმა შვილმა მოიხადოს. კი ბატონო, დასაჯონ, თუ დააშავა რამე გაუკეთონ ყველაფერი, მაგრამ აი მე მაგალითად ეხლაც რო გარეთ იყოს, გიორგი ასე გეტყოდი დედიკო, რომ აი სადაც სამშობლოს ჭირდები, იქ უნდა იდგე ყოველთვის.
სულ მეუბნებოდა დედის ერთად რო ვარ ჯარში არ წამიყვანეთ, დედის რო ვარ სავალდებულო სამსახურს ვერ მოვიხდი, ყველაფერსაც მოიხდი, ყველაფერს გააკეთებ შენ გულით რაც მოგინდება. სულ ასევე უბნებოდი, ვერ წავა, ვერ მიდის, დაიჭირეს, მე ვივლი. დამიჭირო მეც მაშინ. ვივლი, არ გავჩერდები. ვიბობოქრებ. ვერ გამაჩერებენ და არც გავჩერდები. იმიტომ რომ ჩვენი შვილები არიან კისოსებში. მე გარეთ აირს ვდგავ და მე ჩემ თავისუფლებას არ მივცემ რომ ბიჭებს ყველაფერი შეზღუდულად კონდეს და მე თამამად ვიარო და ვიყო თამამად. ამად გულისთვის ვივლი, დღეც გარეთ ვიქნები, ღამეც გარეთ ვიქნები. ასვალზეც დავჟები, ოღონდ ესენი იყო კარგად. ზოგადად გიორგის როგორი ხასიათი ჰქონდა? აი, აპროტესტებდა უსამართლობებს? თუნდაც აი სკოლაში სხვადასხვა თემას გულისხმობ, რამე კონკრეტულად. რეჟისორმა გააკეთა რაღაცა ეხლა გიოზე და მომთხოვა რომ რვეულები და წიგნები რვეულები გადმომელაგებინა გიოს ნაწერები რომ ენახა. მე თვითონაც გამიკვირდა ამდენი წლის რვეულები როგორ მქონდა შენახული. მეორე კლასში თავისუფალი თემა დაუწერია. რომ საქართველოში გაზრდილი ვაჟკაცი უნდა იყოს სამშობლოს მოყვარული, სამშობლოსთვის თავდადებული და უნდა ასახელოს თურმე თავისი სამშობლო ყოველთვის. ჯარისკაცი იქნება ეს, ისე პატრიოტი იქნება, მეორე კლასელ ბავშვს დაუწერია. არ მახსოვდა და ეხლა მაშინ ეთყობა იყო თემატიკა ისეთი სკოლაში, აუხსნა მასწავლებელმა ისეთი და გადმოცემის უნარიც საოცარი ჰქონდა. პატარაობიდან რაღაც საოცარი მიდრეკილება ჰქონდა ყველაფრის მიმართ. მასწავლებელი რო დააჯენდა დავალების დასაწერად ან საკონტროლო რო უნდა შეესრულებინა, თუ ქონდა ნახევარი საათი 15 წუთში შეასრულებდა და 15 წუთში საოცარ ნახატს მიუდებდა გვერდს. რაღაც განსხვავებული იყო ამ საკითხის. ილუსტრირებული საკონტროლო. და ეთყობა, რა ვიცი, იმ ახსნილიდან თვითონ ჩამოიყალიბა ის აზრი, აზროვნების უნარი რო ქონდა და სინამდვილეში ასე გააგრძელა მერეც. რო დაიწყო გაზაფხულზე რუსული იმის გაპროტესტება რო დაიწყო. იქაც იყო არ გაჩერებულა, ხან თვალის წამალს ჩაიდებდა, ხან იმას გადასხმის სისტემის იმებს წამოიღებდა, ხან ვის მიხედავდა, ხან სულ ზურჩანთით დადიოდა. ეხლა ეს მომენტი რო დაიწყო, უკვე აქციები რო დაიწყო, ლექციებიდან პირდაპირ მიდიოდა. არ ეშინოდა არც ჭავლის, არც სისველის, არც სიცივის, გრძნობდა იმას, რომ სამშობლო სიყვარული ყველაფერს გადაატანინებდა და არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ ყოფილა. არც გიორგი, არც ერთი პარტიის წარმომადგენელი და არც მე. მაგრამ ვართ ეხლა დედაშვილი ერთმანეთის სიყვარულიდან გამომდინარე, სამშობლო სიყვარულით გამთბარდ. უნდა ვიდგეთ ის, სადაც საჭიროა. ის იქნება ციხეში, მე ვიქნები გარეთ და ვივლი რუსთაველზე ყოველთვის, სადაც ჩვენი დიდი ოჯახი. მართლა დიდი ოჯახია ჩვენი. როგორც ვიცი, პირველი აქციების დროს რეზინის ტყვით დაშავდა, ხო? კი, ეთყობოდა ერთი თვე კარგად. აი ამ მხარეს გქონდა და კარგად. აი პირველად როდის შეეჯახეთ აი ამ არათანაბარ ბრძოლას, როდის მიხვდით, რომ არ იქნებოდა ეს ყველაფერი ესეთი მარტივი და აი მაშინა თვე რომ მოვიდა და იყო მაგ მდგომარეობაში უთხარი მე რომ თუ რასაწადებიცა გვაქვს იმ სწორი გზით თუ არ წავალ და არა რუსულ კანონს ეს თუ არ დამტკიცდა თუ ევროპული გზისკენ არ წავედით ასე მოგიწევთ ჯერ კაი ხანი თქვენ თქო და სუმეთყო და დედა რანაირი შეგრძნება გახოლმეო მაგას ეგონა რომ უცებ დალაგდებოდა და უცებ არაფერი არ ლაგდება დღესაც არ არის არაფერი დალაგებული მაგრამ ფლისნებით ყველაფერი კარგად იქნება ამ მოტივით და ამ იმედით ხვალინდელი დღის იმედი სასამართლო პროცესები უმძიმესი წუთები იქნებოდა ცხადია თქვენთვის. ერთი კვირა ვსვი შემოტევა, ბატონო? დამამშვიდებელი წამლები ვსვი ერთი კვირა გიოს განაჩენისთვის მოვემზადოთქო. არაფერი არ შევიმჩნიოთქო. გიოს გული არ ვატკინოთქო. გეცოდინებათ კი წამოვიღეთ დღეს ახლა წამოღებული მაქვს. წერილი რო გამოუგზავნა გიომ სულ ყველას და ნახატი რო გამოუგზავნა სასამართლოს. აი ისეთი შემართებით მოგვიწოდა სულ ყველას. ისეთი რჩევები მოგცა, რომ არავღელვებულიყავით.
განაჩენს თავისუფლად უნდა შეხვდეთო, ის კი არ დაგავიწყდეთო. მე კი არა ვარ აქ მარტო, ჩემს უკან ბევრი ბიჭიაო. თქვენ მყარათ უნდა იდგეთო, აქეთ გამშვიდებთ ხო? აქეთ დაგვამშვიდა და მეც არ მქონდა სხვა უფლება, მე სხვანაირად მოქცეულიყავი. როგორი ბარიერები შექმნეს, არ შემოუშვეს ბავშვები, სასამართლოს არ დაასწრეს, გარეთაც როგორი ბარიკადები შეუქმნეს და სტუდენტებზე იერიში იყო, მაგრამ აი ღმერთს მადლობა, რომ ყველამ დამიჯერა, ყველას წინაშე ხელგაშლილი დავდექი და ჩემი ბავშვები ჩემია და რუსთაველზე წავალ ჩვენ სახში და იქ ვიქნებით, ხელი არ დააკაროთ არავის თქო. მართლა გამომყვა სულ ყველა და მადლობა გიორგის, არასოდეს არ მექნებოდა ისეთი დაბადების დღე, საოცარი სტუმრები მყავდა რუსთაველზე. ვერც ვიფიქრებდი, როდისმე ასეთი სტუმრები ძალიან ემოციური იყო ეგ. ძალიან ემოციური, ძალიან სიყვარულით სავსე და აი იმ ხალხის თვალი ალბათ არასოდეს დამავიწყდება, რომ ეს გამწარებული დედაც რო ეწოდებოდა და გამხნევებაც რო უნდათ ნანის სისხლი. აი ეს დაბადების დღის თარიღის დამთხოვება შემთხვევითი იყო, როგორ ფიქრობთ? არა მგონია შემთხვევითი რო ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩემ მოსამართლეს ეთყობა არანაირი ის არ ქონია, არც დედის მიმართ. ეს დედაშვილური სიყვარული ეთყობა ვერ განსაზღვრა და იფიქრა საჩუქარს მომიმზადებდა და ასეთი საჩუქრით მე ვერ მომიღებს ვერავინ ბოლოს. იმიტომ რომ ჩემი შვილი და არც ერთი შვილი არ იჯდება მაგდენი წელი მათ. და რისთვისაც იჯდება და რისთვისაც ზის, თვითონ რო გონიათ რისთვისაც მისჯიან, მაგას მე ხრებგაშლილი ვხვდები. წერილებს ისევ ყოველდღიურად წერთ? წერილებს წერთ. იმიტომ რომ ტელეფონით ყველაფერს ვერ მოვყვებით. აი ახლა ეს ემოცია ხო უნდა გადავსე, ეს ტელეფონში რომ მოვყვე, დიდ დროს ამიღებს. ჟურნალისტების, მედიების, თქვენი თანადგომა, ამას ყველა წვრილმას რამდენი ზარი მაქვს, რამდენი თანადგომა, ყველაფერს უყვები აბსოლუტურად. თვითონაც საფასუხო ძალიან ბევრჯერ გვიკეთებს რაღაცებს და ხანდისხან მეტყვის დედიკო ჩააყოლე რა, მე რომ ასე ემოციით პასუხის დაბრუნება რო არ შემიძლია და უთხარი ყველას რომ სათითაოდ რო არ ვწერ წერილებს, ყველას არაფერი არ იფიქრონ, მიდი შენ უფრო აუხსენი რომ მე ვარ აი ისეთი პიროვნება რომ გამოხატვის უნარი არა მაქვს ძალიან. ჩემთან ქონდა და მამამისთან ახლოში რომ ისულიყო და რომ მოინატრებოდა, აი ძალიან რო ჩაიკოცნა, მოერიდებოდა. ძალიან აი რაღაცა ბარიერს ქმნიდა ყოველთვის რომ ემოციის გამოხატვის. და ეხლაც მაგას მეუბნება სულ. ციხიდან ძალიან წუხს გიორგი თქვენს ჯანმრთელობაზე და რაღაცა ყოველჯერზე გახსენებთ რომ წამალი არ დაგავიწყდეთ და რაღაცა ზრუნველობას როგორც შეუძლია იქიდან გამოხატავს ხო? ცხოვრებაშიც ესეთია? თუ ეხლა გახდა ესეთი ემოციური? გიორგი თვითონ ხო. სამედიცინოზე რო ჩააბარა. დამხმარე დაიყვანა რუსთავის კლინიკა. ამ დროს დაემთხვა ცოტა ხანში კოვიდი და გიორგის მოუწია ჩაბმულმა მუშაობამ იქა. დღეები არ გამოდიოდა იქიდან. აი ყველა ავადმყოფის პრობლემის გულთან მიტანა მოუწია, ცდილობდა სახში გამოიქცეოდა, ნარს წაიღებდა მამაკაცები თუ იყვნენ, თამაში შეეყოლებინა, ფანდური წაიღო, გიტარა წაიღო, დაკვირით, სიმღერით ცოტა ხალიზე მოიყვანა. მე დამირეკავდა დედიკო, მიდი ესა მომაწოდე არ აქვს და რო გავახალისო და აი ამ სიახლოვემ თვითონ კლინიკაში შექმნა ის ყველაფერი, რომ ღიმილაგიოს ეძახოდნენ, რომ მაინც სიცილით უპასუხებდა ყველაფერში, მაგრამ დედიკო რო სტენდიანი და შაქრიანი ყავს, ყოველთვის ცდილობს, რომ დედას წამალი არ დაავიწყდეს, იმიტომ რომ დედას უწამლოდ უჭირს და ეს გული გიორგის რო ჭირდება, ისიც იცის, მე რო ოპერაცია გავიკეთე, ექიმი ყოველთვის იმას იხსენებდა, საკუთარი შვილები არ მოქცეულან ასეო, რაც გიორგი მინდაძემ დღესაკ გააკეთაო. ესე იგი, გაგიჟდა ბავშვი, რომ დედა თუ ჯანმრთელი არ იქნება, მე არაფერი მინდა ცხოვრებაში. ეგოისტურად მართლა არ უთქვია, იმ სიყვარული თქვა, რაც სიყვარულითაც არ მერიდება ეკრანზე, ისევ ამბობ, რომ 21 წლის ბიჭი გაგვწევდა ძოლქმარს და შუაში. ჩაგვიწვებოდა ყოველ დილას, რომ ის სიყვარული გამოეხატა, ხან დედას მოფერებოდა, ხან მამას. ესე აუნდგარიყავით და წავსულიყავით ყველა ჩვენ საქმეზე.
ძალიან თბილი და მოსიყვარულეა და ის იწვევს ამ ყველაფერს. რაც მიიღო თქვენგან, ესე მაგად დაგვიბრუნა, კი, ასმაგად დაგიბრუნათ მართლა. თვითო მარცვალი გააღვივა ისე რომ აი ეხლა დღეს რო უფრო დაკვირვება მომიწია, მაშინ თქვი ხმამაღლა თორე ამას ალბათ იმდენად არ ვიტყოდი რომ დედისკება არ არის ლამაზი შვილზე. მე მგონი შეყვარებული ცელოდება გარეთ სწორი ინფორმაცია მაქვს. არიან ასეთები. აი მე რაც ვიტირე, სხვა დედამ არ უნდა იტიროს. წარია ეს. წარ. მე მგონი შეყვარებული ცელოდება გარეთ სწორი ინფორმაცია მაქვს. კი, ნამდვილად ელოდება. პირადი გრძნობებიც აქვს გიორგის. კი. მაგრამ თქვენ მაინც არ გეტყვით არაფერს. საიდუმლოდ შევინახავ, იმიტომ რომ სიყვარულსა მალვა უნდა ვითაცხენსა ნაქურდალსა რა. თქვენ და გაახლოვათ ალბათ გიორგის მდგომარეობა გოგონასთან, ხო? ჩვენ ვართ ერთმანეთთან, კი. ძალიან კარგი, მე ნუ მეტყვით. ძალიან ახლოსა ვარ, კი ბატონო. იმსახურებს გიოც და ნამდვილად ყოველთვის დაუდგება დედიკო გვერდში. ანუ მეგობრებიც ხართ. სხვათა შორის, აი ყველაფერს რო თავიდან ერთმანეთს უყვებოდით, ყოფილა მომენტი, სამმარტს გიოს ისკონა თუ მოუტანია ჩემთან, დილის საათებში, ჩვენ შუადღეზე უკვე ვემზადებოდით, ვარდის თაიგულით მივდიოდით გიოს დედის საფლავზე. ბევრმა აი ეხლანდელ მსვლელობისას გაიგო ეს ყველაფერი, ბევრს არ ჯეროდა გიო რო გაზდილი მყავდა, მე ვინ ძალიან ახლოს არ იყო. იმიტომ რომ მსგავსებით, საქციელით, აი სულ ჩვენ ოჯახშია ჩამჯდარი გიო. მამიდა მისები რო ეტყვიან, მამიდა გენაცვალოს, გავხედავ ხოლმე ესე იმად, აი თავის ძმის სულში ხედავენ იმ გიოს ყველაფერს. შეიძლება ადამიანი ერთდროულად განიცდიდეს ესეთ გულის ტკივილს და თან სიამაყეს. რომელი გრძნობა უფრო ძლიერი, სიამაყის თუ აი ამ გულის ტკივილის? აი ეხლანდელი ცხოვრებით გულის ტკივილს ხო ვერაფერი შეცვლის. იმ მწარე ტკივილს, რომელიც გიომს არ უყვარს, ცრემლები და სულ ამბობს, რომ დედიკო, შენ ხო არ ტირი ხარ, სასამართლოებზე სურათებს როცა იღებდნენ, ჩანს იქ დედი ეს წითელი რატო გაქვს? შენ ტირი ხარ, ჟეშტებით რომ ლაპარაკობდი სულ. იყო ფოტოებში სხვათა შორის ბევრგან, რომ არ უყვარს მაგას მე რო ვტირი ვარ, არც ვიტირებ ის ტკივილი სულ ამაგ გულში და წერილი რომ მომწერა სამმარტს ასე თქვა. ვიცი ამ წუთას რაც გრძნობ, ამ წერილის წაკითხვისას ეს სიშორე შენ რაც გიშვება და შენ ეხლა რო ტირი ხარ, იმასაც ვხვდები მე, ტირილის გარეშე ამას რო ვერ წაიგ, იცის რომ ტირალა დედა ყავს, მაგრამ ისიც არ უნდა ცრემლიც მქონდეს, მაგრამ მე ჩემ თავს შემოუძახე ბაბა ნანი. მთელი ქვეყანა გიოს სახელს იძახის, ასე ამაყად უნდა იყო და მოდი არ დაიჩაგრო თავი და უფრო ამაყად დახვდი შენ შულს უფლის წინაშე. ეს სიამაყე აი ხვალ ზეგრო ცხოვრება წინ წავა და ეს ყველაფერი ჩაიწერება ისტორიაში, ეს წერილებიც რო გასახსენებელი იქნება, ეს გაზეთებიც რო გასახსენებელი იქნება, ყველა ეს აქციები გასახსენებელი იქნება, მე უკვე მართლა მეუფლება სიამაყე, არ დაგიმალა. მეუფლება და ვიტყვი რომ არ დახარო თავი, გაიარე თავისუფლად ამაყად, კი არ დააშავა რამე. კარგი საქციელით, ვინც დღევანდელ ცხოვრებას საღიაზრით უყურებს, იმისთვის ეს ყველაფერი უნდა იყოს სიამაყე როგორც ჩემთვის. არ უნდა უყურონ იმ თვალით, რა თვალითაც დღევანდელი ხელისუფლება უყურებს ყველაფერს და მე ყველაფერს ლამაზად დაინახავენ თავისთავად და იმ ჩვენ წუხილს და დარდსაც მიხვდებიან. როცა ბანერს ვერ ვიკიდებ, ასე დავდივარ, იმიტომ რომ არის ბევრი ხალხი ვერ მიხვდა ამ გულის ტკივილს, დღეს რუსთაველზე აქციაა კიდე, იმასაც ვერ ახვდება ზოგი და რო დავდივართ რეგიონებში, გაზეთებს რო ვარიგებ, ამან გამოიწვია
ძალიან დიდი შთაბეჭდილება იმაზე, რომ ყავს პატიმრები, პოლიტპატიმრები მართლა ვყავს. ძალიან ბევრმა გაზეთი რო გაშალა და ამ პოლიტპატიმრების წერილები და დედების წერილები ძალიან ბევრი რამე რო გაიგეს. მე მაგალითად მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, ვინც ითავა და გამოუშვა ეს ასეთი გაზეთები გოგოებმა, რომ ხალხამდე დაიყვანა ის ყველაფერი, რომ პოლიტპატიმრები არსებობენ, დღეს საქართველოს მართლა რო უჭირს, ამდენი სიძულვილი რო წამოვიდა და იქნებ ერთიანობამ და სიყვარულმა რო გადაგვარჩინოს, აი მის ენთუზიაზმია შიგჩადებული მაგაში. იმიტომ დავდივართ ყველგან დასავლეთიც მოვიარეთ პირველი ნომერი წავედ. 5 რეგიონში ვიყავი, აფხაზეთის საზღვრამდეც კიდე წავალ. არ გავჩერდებით, კიდე ვივლით, კიდე წავალთ, რომ ყველამ გაიგოს ეს ცრემლი როგორია. და მე კიდე მინდა პლუს ეგ ვთქვა. რო არ მერიდება ისე. აი მე რაც ვიტირე, სხვა დედამ არ უნდა იტიროს. წარია ეს. წარ. ერს არ უსურვებთ. არ განიცადო სხვა დედამ ეს გაჭირვება. მანამდე რო ჩვენ ვინც განვიცადეთ იმ დედებმა რო გავაკეთოთ ჩვენი ხელჩაკიდებული სიარული, ჩვენი თანადგომით ბიჭებს თუ ჯგუფურები შეარქვეს, ეხლა რომ მიუჟიან დედები გავხდები ჯგუფურები და ვიბლი ჯგუფურად ყველგან. წყალი დალიეთ რა. ქაბატონანი, ამ პროტესტმა ახალი მეგობრები შეგძინა, სინდისის პატიმრების დედები. ერთმა დიდმა ტკივილმა გაგაერთიანათ. საერთოდ ტკივილმა გაგაერთიანა. საერთოდ ტკივილია ეს. ერთს ტკივა, ყველავს ტკივა. აქციაზე რო ვართ საღამოობით, შეკრებილები და აი ვდგევართ ყველა ერთად. ერთი თვალს მოაკლდება და რო დავეძებთ ერთმანეთს. სახელებით რო მივმართავთ, აი ის რატო დაიღალა, იმას რამე ხუარა ტკივა. აი სულ სხვა აზრია ყველაფერს და აი ზუსტად ჩვენ დედებს ქვია თანამებრძოლები ახლა. მართლა ვიბრძვით. კაციას დედას კითხვა რო დაუსვეს სასამართლოზე. რას საქმიანობთ ქალბატონო და ვიბრძვი მე ახლა. სრული სიტყვა თქვა ამაყად რაც სინამდვილეში ხდება და რაც იბრძვის არ ჩერდება არც ერთი. არც ერთის დედა არ ჩერდება. ვის როგორი შესაძლებლობა და დრო აქვს, ისე უწყობთ ხელს ერთმანეთს. ის ვერ წავა ვერ იცლის, ჩვენ წავალთ ვისაც გვძალია, ან გამოუნახავ დროს, ან რაღაცა შევქმნით ისე რომ ჩვენით არაფერს არ გავაფუჭებთ, თუ არ გავაკეთეთ დედები. არა, გვაქვს ისე მობილიზება ყოველთვის. ისე მოვილაპარაკებთ, რომ არაფერს არ გავაფუჭებთ პირიქით. ყოველთვის ხელჩაკიდებულები, ყველგან ვახერხებთ მისვლას და ყველა საქმის გაკეთებას ბიჭების სასარგებლოდ. თქვენ ფიქრობთ, რომ დედების აი ესეთი შეკრულების და ასეთი დედების ესეთი ბრძოლის ძალა იმდენად დიდია, რომ შედეგს გამოიღებს? გამწარებულ დედას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. ამდენ შეკრულ დედას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. ასეთ ტკბილ დედებს, ამაღდედებს, რომლებსაც შვილები გულიდან მოგლიჯეს და გულიდან მწვარი რო გვაქვს, ვერაფერი ვერ გაგვაჩერებს. არ არსებობს შედეგი რო არ გამოიღოს. სიმართლე კი დადის ურმით და ნელ-ნელა დადის, მაგრამ აუცილებლად მოვა ყველას კარამდე. მე პირადად ასე ვიტყოდი, ჩემი ცრემლი გიოს გაზდაში სითბოში რომ მქონდა სიხარული და სურო ვიღიმოდი და დღეს ცრემლით რო ვარ სავსე, ამ ცრემლს უფალი არავის არ აპატიებს. ჩემი ცრემლი თუ არ წალეკავს, ვერ შეაჩერებს ვერაფერს. იმიტომ რომ ძალიან მწარე ცრემლია ჩემი ცრემლი. იმიტომ რომ აი მე მაპატიეთ განერვიულებთ ახლა. თავარია რომ ყველასთვის დაფასდეს. ყველა კარგად ვიყოთ. რა წლიცა გაქვთ. რასაც აკეთებ ჩვენი შვილებისთვის, სულ ყველა. თითეული ჟურნალისტი, თითეული გადაცემა, თითეული მედია, როგორ ბრძოლობენ ახლა სასამართლოს კარებთან დგანან, ჭიშკართან, შიგნით შესვლის უფლება რო არა, ერთადერთი იმედი ხალხის
ნათესავების ახლობლების ვინც ვერ მოდიოდა სასამართლოზე ტელევიზიით რო გებულობდნენ იმის უფლებაც რო არ აქვს აი გრძალა ხო ეს ყველაფერი დაფასდება და მოვა ის დრო ჩვენ რუსთაველზე სულ ყველა შევიკრიბებით ხელჩაკიდებული ჩვენ ბიჭებთან ერთად და ვიამაყებთ ამ დღეებით და გასახსენებლად და მოგონებად გვექნება მე მაგალითად ასე ვფიქრობ გიორგიშვილებს კი არა შვილიშვილები იამაყებენ ბაბუით ისეთი ცხოვრება დადგება ვარ ამ იმედით ვარ ამ ენთუზიაზმით და ამიტომ უფრო მეტი ბრძოლის უნარი მაქვს სოციალურ ქსელში გავრცელებული თქვენი ფრაზა ბიჭებო ყველანი ჩემი შვილები ხართ ძალიან კარგად მეტყველებს თქვენს ადამიანობაზე თქვენს მიდგომაზე ზოგადად ამ პატიმრების მიმართ მე არ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო და არ აღნიშნო ეს ამბავი ეს თქვენი გულიდან ამოსული სიტყვებია და ეს თქვენი ხასიათია წეღანაც თქვი აღნიშნე რომ გამოვედი ანრის სასამართლოდან ჯერ არის ის სიტყვები რომ დედები დაინახა მომართვა რომ მოგმართა ხო რომ ყველა ერთი რო ვართო დედაჩემს გაუფრთხილდითო და აი ყველა შემოხედა როგორიცი თავისი დედის თვალით რო შემოხედა და მერე პლუს რო ჩამოვედი დაბლა და 8 ბიჭის სასამართლოზე რო შევედი და ყველა რო გიყურებთ ციმციმა თვალით და ყველას რო უნდა თითო სიტყვა რო შეკაციოს აი უყურებდი რომელი ერთი ვთქვა კასრაძე ვთქვა გოშაძის თვალი ვთქვა ჯავახიშვილის თვალი ცეცხლაძის აი რომელი ერთი ვთქვა რომ ისინი რო გიყურებენ იმ თვალებით და მიმინოშვილი კოცნას რო გვიგზავნით და მთელი სულელობა აი ამ სიყვარულს ვერავინ ვერ მიხვდება ცივსისხლიანი და გულცივი ხალხი რომლებიც გვიმეტებენ ამდენი წლით ასე გვტანჯავენ სასამართლოზეც ასე გვაუბედურებენ გარეთაც უნდათ რომ წნეხი განვიცადოთ მაგრამ მაინც რო არ ვეცებ აი ვერც ერთი ვერ მიხვდება ვერც მაგათიშვილი ვერც ოჯახის წევრი ეს რა სითბო და სიყვარულია თვითონ მადლობა ჩემ შვილს აი ეს სიყვარული რომ არ გუნა მე გიორგის ასე ვეთყოდი ყველა ბიჭს ასე ვეთყოდი მადლობა რომ ასეთი კარგი დედები გამაცნო მადლობა ასეთი კარგი შვილები რომ გამაცნო მადლობა ასეთი კაინი სანათესაო რო შემიძინა და თუ ვინმე იყო ისეთი და გვერდს მივლის იმაზე სულ არ ამწყდება გული არ ამწყდება მაგრამ არიან ასეთები ცოტა ურევია მაგრამ არ ამწყდება გული იმიტომ არ ამწყდება რომ აქეთ უფრო ბევრად მეტია ბევრად მეტი და ბევრად კარგი ხალხი მოულოდნელობა იყო ადამიანებისგან ამ პერიოდში რო არ ელოდით თქვათ და იყო მომენტი გვერდი აგიარათ რომ არ ველოდი ისეთისგანაც ისეთი წინადადებები რომ კარგი ეხლა და არის ეს ყველაფერი და რა მოგწონ თამაში და აი ბოლომდე რო არ არიან დასულები მაგრამ ეთქობა ეს ასე იყო საჭირო უფლისნება ესეც ყველაფერს რაც არ უნდა ვთქვა აქ რო არ ესეც უფლისნება რასაც გავსაზღვრავ პირიდან რა სიტყვას ყველაფერი უფლისნებაა ეგ. თვალს მადლობა რომ ამდენი განსაცდელი მომივლინა იმისთვის როგორ გაუძლებ იმაზე რომ გადმომხედავს მადლიერად. უნდა გაუძლოთ. გაუძლებ. თქვენი აზრით რა არის გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან? ვიბრძოლებთ სანამდისაც ჩვენი შვილები გარეთ არ გამოვლიან, არ ჩაგვეხუტებიან, მაგრამ მანამდე სანამ სამშობლო თავისუფალი არ იქნება. სანამ დემოკრატიულ საქართველოში არ ვიცხოვრებ და სანამ ჩვენი ლაღი ბიჭები თავისუფლად არ იცხოვრებენ. ლაღად არ იგრძნობენ. აი მის გამოსვლაზე ალბათ ბევრი გიფიქრიათ, ხო? აი როგორ დახვდებით, რას ეტყვით, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ემოცია. მაგაზე მეტი ემოცია მქონდა ეხლა დაბადების დღე რომ მიულოცეთ ციხის ფანჯრებთან. ხამე 12 საათზე პირველი საწუთი ის იგი და ფარტის ქნევით ძალიან ემოციური კადრები ხო დაძახებად შემეძლო მაგრამ რო იდგნენ ბადრაგებიო ისეთ კარგ პატივცემენო არ მინდოდა უხერხულობაში ვინმე ჩამიგდო არ აგრძნობენ სიცივეს არ აგრძნობენ ცუდად მოქცევას და როცა არ აგრძნობ შენც არ დაუბრუნებ ცუდად არ არსებობს ყველგან არის ისეთი ხალხი რომ ადამიანური რა თქმა უნდა
დახვედრის და გამოსვლისას თავსდებდი მეც სასამართლოზე ხმას არ ამოვიღებ გიოს განაჩენი ვიცი რაც იქნება მეთქი, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე რომ დავინახე იმდენი პოლიცია, იმდენი დამჯელი რაზმი, იმდენი ისა, სულ დამეკეტა ყველაფერი და სულ დამავიწყდა ყველაფერი, რას როგორ ვაკეთებდი, აი ეხლა ვაანალიზებ, როგორ შევძელი ყველაფერი თქო და აი გამოსვლის პროცესს ალბათ ვერ დავგეგმავ, იმიტომ რომ გიოს გამოსვლა ცალკე არ მინდა. არც ვისურვებ, რომ გიო ცალკე ყველა ერთად უნდა გამოვიდეს. ყველა შვილი ერთად უნდა გამოვიდეს. ცალკე არც თვითონ არ ინდომებს. ყველა დედამ ერთად უნდა გავიხაროთ. არანაირი შეწყალება, არაფერი ცალ-ცალკე. ერთიანად უნდა გამოვიდეს ყველა. როგორ ჯგუფურად არიან, ზოგადად ჩემი არ არის ჯგუფური. როგორ ჯგუფური უწოდეს, ისე იყოს ყველა აქეთა ჯგუფური დაგვიბრუნდე. ჩვენ გვინდა ის ბავშვები ეგრე. როგორც თქვენ ხართ დედები ერთად. ნეტა იმ დღეს მაგათ რო ჩავიხუტეთ. აურა პეტრიერი დღე იქ. არა მხოლოდ თქვენთვის. კი, ყველასთვის მჯერა. მეორე დღე უფრო უკეთესი რო გაგვითეთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად. და ჩემი გადაცემის ესეთი ტრადიციული კითხვა მინდა დაგისვათ. თქვენი ცხოვრების მთავარი ამბავი მაინც რა არის? ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი. ყველა ბიჭის განთავისუფლება. კი. ჯერ საქართველოს განთავისუფლება და მე ყველა ბიჭის განთავისუფლება. ეს უმთავრესი, უპირველესი. ძალიან დიდი მადლობა ესეთი ემოციური ინტერვიუსთვის. გულწრფელი და რაც თავარია ძალიან საინტერესო. იშვიათი ისტორიის მატარებელი ბრძანდებით და დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენს მაყურებელს გაუზიარეთ თქვენი ისტორია. წარმატებას და გამარჯვებას გისურვებ თქვენს და სრულიად საქართველოსაც. მე მინდა მაყურებელს მომავალ კვირამდე დავემშვიდობო და ვუთხრა რომ ჩემი სტუმარი იყო გიორგი მინდაძის დედა, სინდისის პატიმრის დედა ნანი წულაია. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით დროებით.